ალოობა ქიზიყში. სიღნაღისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტებში მარცვლეულის აღება დაიწყო. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ინფორმაციით წელს ქერისა და ხორბლის კარგი მოსავალია, თუმცა ნალექიანმა ამინდმა სეზონი შეაფერხა. მოლოდინები დღეს მდგომარეობით არის საკმაოდ კარგი, როგორც ფერმერების ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ. ანუ საკმაოდ ნორმალური მოსავალია შარშანთელთან შედარებით. და თქვენ სწორი ბრძანა ცოტა დაიგვიანა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. თუმცა ეხლა ალბათ უფრო სწრაფად წავა და აქტიურ ფაზაში შევა ეს ყველაფერი და შესაბამისად შტაბი შექმნილია. ანუ შეხვედრები არის უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო. რაღაც ვიზიტები არის მათ შორის კახეთშიც დაგეგმილი და შესაბამისად ვიზიტების პარალელურად ეს იქნება კომუნიკაცია მათ შორის რაღაც კვირაში ერთხელ ალბათ თვითონ სამინისტროში და ზოგადად ოპერატიულად ყოველდღიური რამდენი არის თქვა ჩაბარებული წისქვილ კომბინატებში რომელ რაიონებიდან არის როგორ მიმდინარეობს აღება და შესაბამისად დაბინავება ხორბლის. აქედან გამომდინარე, წისქვილ კომბინატები მზად არიან ხორბლის მისაღებად, ფერმერები მზად არიან ხორბლის ასაღებად. ვფიქრობთ, რომ წარმატებით უნდა ჩაიაროთ, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შარშანთელთან შედარებით იქნება უკეთესი წლევანდელი ალოობა. ჩვენ ახლა მსოფლიო ბაზარზე მიმულივად, რეგიონალურად რუსეთის ბაზრიდან შემოსული ხორბალს უტოლდება ადგილობრივი ხორბლის ფასი. შესაბამისად იქ ერთი ნიუანსია, რომ ადგილობრივი მიწოდება დღე-დღეიდან თავისუფლებულია და შესაბამისად ფასი რო ყალიბდება, ეს არის იმპორტირებულ ხორბალს მინუს დღე-დღე. დღე-დღე თუ ავიღებ დაახლოებით 90 თეთრის ფარგლებში არის შემოტანილი რუსული სასურსათო მეცაილავი ხორბლის ფასი. შესაბამისად აქედან თუ ვიანგარიშებ დღევანდელი სიტუაცია ეს არის თვითონ ფასი სადღაც 70-დან 75 თეთრის ფარგლებში 1 კილოგრამზე. თუ ავიღებ შარშანთელთან შედარებით, ეს დაახლოებით 10 თეთრი უფრო მაღალია ვიდრე შარშანი იყო და რაღაც საშუალო სტატისტიკურ ნორმას უახლოვდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოლოდინი არის ხორბლის აღების თვითონ კარგი რაოდენობრივად, თუ შარშანი უფრო ნაკლები 1 ჰექტარზე მოწეული იყო, წელს უფრო მეტი იქნება და ამის იმედი გვაქვს და პლუს კიდე ფასიც მაღალი იქნება. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ფერმერებისთვის ეს ღირსეული შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს.